დავიბადე და გავიზარდე თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე 20 ნომერში. ბაბოსთან და პაპასთან მიწევდა ხოლმე მთელი არდადაგების გატარება. აი საიდანაც წამოვიდა ჩემი ურთიერთობა მესაქონლეობასთან და აი სიყვარული პირუტყვის მიმართ. რამაც ყველაზე დიდი როლი ითამაშა ჩემში, რომ მომეკიდა ხელი და მეურნეობა გამეკეთებინა რა. თუნდაც პატარა, მაგრამ ჩემი ყოფილიყო რა. 2007 წელს ბევრი ძებნის მერე რატომღაც ბედმა აქეთკენ წამომიყვანა და სოფელ თხინვალაში ამოვედი და ვიკითხე. და მითხრეს, რომ იყიდებოდა, მიწები და ვიყიდე. აქ იყო სოფელი, ზემოთ და დანარჩენი ტრიალი მინდორი იყო. ვიყიდე ქაცმები, მოვიყვანე ხოხბები, კურდღლები, საკურდღლე გავაკეთე. ხო, ამასობაში 3-4 წელი თხა შევიძინე, რომ ძე მქონოდა და აი ასე განვითარდი მეურნეობაში. აი ასე დაფუძნდი სოფელ თხინვალაში და წავამეწია ქალაქით. იყო რომ გადმოვედი მცხეთის მუნიციპალიტეტში შედიოდა, მერე უკვე გადავიდა ქალაქზე და გახდა ვაკე-საბურთალოს რაიონი. საოცარია რა, ტრიალ მინდორზე ვიყავი და აღმოჩნდი აგერ მეგაპოლისის გარემოცვაში რა. შევიზღუდი ამის გამო, რომ გამეგრძელებინა მეურნეობა და რა ეტაპზეც ავარ, იმ ეტაპზე გავჩერდი და ბევრი რამე გამოვხილე კიდე რა. ეხლა ამჯერად თხები მყავს ერთი 40-მდე არის თხა. ვირი მყავს, ქათმები, ბატი, იხვი მყავს. ხო, ვირი საპატივცემულოდ მაგდანასი, ვინაიდან აი ეს სოფელი, აი ამ სოფელში ცხოვრობდა მაგდანა და იმის საპატივცემულოდ ყავს ეს ვირი. ყველანაირ სიმშვიდეს გრძნობ, როცა ურთიერთობ ამათთან. სხვანაირი რაღაც გეუფლებ ადრე მაგალითად, რომ ეთქვათ, რომ ქათამი დაკალი დავკლავდი და ეხლა მაგალითად ვერც ქათამს გავიმეტებ დასაკლავად, ვერც ციკას და ვერც თხარ. ვინაიდან ეს უკვე შეთვალწინიზდება ყველაფერი რა, ეს ხდება შენთან ერთად ხდება ეს ყველაფერი რა. არის კვერცხი, ყველი, ნადუღი, ხაჭო და აი ასე შემდეგ რა და ზოგს გაყიდი, ზოგს თვითონ შეჭამ, ზოგს მეგობარს მისცემ, ზოგს ნათესავს, ზოგს ოჯახს და აი ასე ხდება მეურნეობა. ფაქტიურად მაყოფილი ვარ იმისი, რომ მაქვს იმის საშუალება, რომ ადამიანს პატივისცე და მივცე. პატივისცემა, რომელიც აი თვითონ გიხარია რა, ეგ არის პატივისცემა და ეგ არის ადამიანის დაფასება რა. გრძნობ, რომ თავისუფალი ვარ რა, ეხლა აი ამ მეგაპოლისის აი ამ სახლებით თითქოს მთელი სოფელი ერთ პატარა შენობაშია შეყუჟული და მე რაღაც გამოვალ და აივანიც ამაქვს, ეზო არის, ეგერ აივანიც მაგას ქვია და ეზოს მაგას ქვია და ყველაფერია რა ჩემთვის რა.